მეგობრებო, გახსოვთ გუშინ რა გითხარით სტაფილოს შესახებ? მოკეთ დაივიწყეთ. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან ვარ საბა და არ გაბაშერასონ სამი და მეგობრებო, გახსოვთ გუშინ რა გითხარით სტაფილოს შესახებ, რომ ჩვენ სოფელში რაღაც შემოვიდა სტაფილოს დეფიციტი. დაივიწყეთ. შეხედეთ, აქ გაიზარდა სტაფილო. შემდეგ თლიანი ფერმა არის გატენილი სტაფილოთი და იქაც კიდე ერთი თუ ორი ფერმა არის გატენილი სტაფილოთი. მოგეთ არ ვიცი რა დაემართა ერთი დღის განმავლობაში, რა შეიცვალა, მგონი შეწელნიკებმა რაღაცეები გააკეთეს და მგონი კარტოფილისა და ხორბლის წესის მაგიოთ ჩასვეს სულ მთლიანად სტაფილოები. ნუ კაი მეგობრებო, პრინციპში მე არ ვარ უარსე. და სანამ მე მუშაობ, პარალელურად მე მოგიყვებით ძალიან მაგარ ჩემთვის ამბავს. მე მოკეთ მეგობრებო, ასე ვთქვათ, შევქმენი ახალი მეორე არხი, რომელსაც ქვია კიფირ ვ ბანკი. შეგიძლიათ მეგობრებო აკრიფოთ რუსულად მოგეთ შეგიძლიათ აკრიფოთ ეს ამ არხის სახელწოდება, ასე ვთქვათ, კიფირ ვ ბანკი და შეიძლება აგიგდოთ. მოგეთ მანდ უკვე მე ჩავსვი, ასე ვთქვათ, უკვე პირველი ვიდეო უკვე გადავიღე Brawl Stars-ის შესახებ. თან მეგობრებო, არა მხოლოდ მაგეთ, მე მეგობრებო გადავიღე ვებკამერით. ანუ მეგობრებო, ჩემს სახესთან ერთად. ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვიდა, მე მანდ Spikes ქაჩავდი 1300 და არ გეწყვით თუ გამომივიდა. თქვენ ნახეთ აუცილებლად. მაგრამ რასაკვირველია, მე მანდ ხშირად ვერ დავდებ ვიდეოებს, ვინაიდან მე მაქვს აქ მთავარი არხი კაპოტევიჩი და ნუ არ ვიცი, ერთხელ კვირაში სადღაც ასე თუ დავდე, მაგრამ ხშირად მეგობრებო გამოვამანდ ვიდეოების სახეს ჩემს, ასე ვთქვათ, ვებკამერით. და უბრალო ვიდეოებიც ვებკამერის გარეშე. და ოკეი, დამჭა ეს ფერმაც და აი აქ შეხედეთ, ნუ ხო ერთი ფერმა არის სულ. მაგიტომ იცით რა? ამ ფერმაზე უფრო კარგია იყოს სტაფილო და იმ ფერმაზე მგონი მე ჩავსვი თესლებიც, როგორც მე მახსოვს. აქ მოეთ მეგობრებო, აქ იყოს სტაფილო. აი ასე. და აქ მეგობრებო, უკვე სულ იყოს კარტოფილი და ხორბლის თესლები. რა დებილი ვარ მეგობრებო. და ჭარხალი სად გაქვს რა? ой. ოკეი. პრინციპში მეგობრებო, მგონი მე ვიცი რატომაც გაქვს რა. ისიც რატომ? მგონი მახსენდება. მგონი ეს ერთი თვის წინ კიდე მოგეთ გამახსენდა მეგობრებო. იმის გამო რომ ხომ ახალ ზამთარია. ზამთრის გამო ნორმალად ვერ იზრდებოდა ხორბალი. ხორბალს ნორმალად ვერ ზრდიდით ამ სოფელში. და გონი გამახსენდა ხომ ჭარხალი მე საერთოდ მოვაშორე და ჩავსვი მხოლოდ ხორბალი, კარტოფილი, სტაფილო. ჭარხალს მე ჩავსვამ გონი სადღაც მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებში, როდესაც ცოტა მაინც დათბება, იმიტომ მეგობრებო, ეხლა 2 გრადუსია, წარმოიდგინეთ. მე ახლა ქურთუკში ვარ მეგობრებო, წარმოიდგინეთ როგორ ცივა. როგორც მინკრაფტში, ასევე რეალურ ცხოვრებაში. ნუ რეალურ ცხოვრებაში პრინციპში ჩემთან ახლა 4 გრადუსი არის. კაი მეგობრებო, პრინციპში დავამთავრე მე ჩემი სამუშაოები და შემიძლია პრინციპში სადმე ისე გასცენებად ხომ არ წავიდე. აი ამას ვფიქრობ პრინციპში. მაგიტომ მოეთ ახლა წავიდეთ სახლში, ასე ვთქვათ და ვისვენო თოვლი. რა უნდა თოვლში? ჩემთან რა? ამჯერად ჩემი თვალების თოვლის კაცო, გამარჯობა, როგორ ხარ? ნუ მეგობრებო, შეხედეთ, რაღაც წიგნი მომცა, ამჯერად გაგიჟება და რა წერია ამ წიგნში? თოვლის მეგობარი მოვიდა სტუმრად, ხედავ, გაგიჟებ. მეგობრებო, თუ თქვენ არ გესმით, რატომ ვარ ასე გაოცებული და რატომ მიხარი ასე ვიღაც თოვლის კაცისათვის, უბრალოდ ნახეთ ის ვიდეო, რომელიც მე დავდევი
29 თუ 28 დეკემბერს მაგარი ვიდეო გამოვიდა. მან თოვლის კაცმე, მე მოკეთ შექმენი თოვლის კაცი, მგონი ხო 29 დეკემბერს იყო ეგ ვიდეო გადაღებული. აუცილებლად ნახეთ, ძალიან კეთილი და პოზიტიური ვიდეო გამოვიდა. მან მოკეთ მე შექმენი თოვლის კაცი. და მეგობრებო, უბრალოდ გავუშვი. სოფლიდან წავიდა სადღაც, აი საწახვედი არ ვიცი, აი უბრალოდ აი წარმომიდგენი, აი რამდენი რამ მოიარე ამ დროის განმავლობაში. так, стоп, მეგობრებო, კიდე ერთი წიგნი მომცა, так, მოით ეს წიგნი უფრო კარგი აქ დავტოვოთ. так, საბა რა დაწერე. მე ვიყავი წასული მეზობელ სოფელშიო. გაგირება. რამდენი ხანია მეგობრებო, მე არ ვიყავი მეზობელ სოფელში, წარმოგიდგენიათ? და უბრალოდ არ ვიცი, პრინციპში აუცილებლად მეგობრებო, უნდა გადავიღო მეზობელ სოფელში რამე ვიდეო. დაელოდეთ, შესაძლებელია მართლა გადავიღო კიდე ერთი ვიდეო. გაგიჟება, რამდენი ხანია ნუ პრინციპში კი დიდი ხანი არ გავიდა, მაგრამ ერთი კვირა. მე კიდე მეგონა, რომ შენ სადღაც წახვედი, არ ვიცი, სადღაც სხვა ქვეყანაში, სხვა სოფელში, იქ სამუდამოდ და აღარ გნახავდი. გაგიჟება. ძალიან მაგარია. так, стоп და ეს რა ყუთია თოვლის კაცო ხომ არ მეტყვიან, წიგნით ხომ არ დამიწერ. მეგობრებო, მართლა ასეც ქნა. так, ვნახოთ აბა. აჰა, თოვლის მეგობარმა მოგიტანა შენ საჩუქრები. ეს საჩუქრები მე წამოვიღე მეზობელი სოფლიდან და რაც კი მე მქონდა, გჩუქნი შენ. მადლობა დიდი, თოვლის კაცო, გაგიჟება. так, ოკეი, მადლობა დიდი, გთხოვთ, ცოტა ხანი ჩემთან იყავი. კაი, მეგობრებო, რა შევამოწოთ, აბა რა საჩუქრები გამიკეთა ამ თოვლის კაცმა? так, მეგობრებო, რაღაცებს უკვე ვხდები. როგორც მინიმუმ მე ვიცი, რაზეც ამახვილებს ეს თოვლის კაცი ყურადღებას. ეს შეიძლება თქვენ გაგონოთ, ვაუ, რამდენი ალმასის და ისუმრუდების ბლოკებია, მაგრამ მეგობრებო, ეს არის ნაძვის ხის, ასე თქვა, სათამაშოები, აი, მეც მაქვს აქ, ჩვენს თავარ ნაძვის ხესაც აქვს, აი, მეგობრებო, ნახეთ. და მგონი თოვლის კაცს უნდა და გაეკეთებიან ასეთი მაგარი საჩუქრი. მადლობა დიდი. მე მეგობრებო დავკრავთ და 900 აქ ისუმრუდსა და 900 აქ ალმას. მაგარია. ისე ცუდია რასაკვირველია, რომ მალე მე მომიწევს ამ ნაძვის ხის მოშორება, 2026 წლის აი ესო გავაკეთე სვეთის მოშორება. так, რა დებილურად დადგა ეს ისომრუდის ბლოკი, ერთს უნდა ავიღო. ოპა, არც ერთი ისომრუდის ბლოკი არ უნდა დავკარგოთ. მეგობრებო, так, стоп, მეგობრებო, ერთს უნდა ჩავალოგო ეს ყველაფერი, რატო ახლა შემიშლის. ნუ, ასე უფრო კარგია. так, შემდეგ რა მაგარი საჩუქრებია, მეგობრებო, წარმოვიდგინეთ. ეს ვიცი, მეგობრებო, რა არის? ეს არის ასეთი თოვლი. ასეთი მაგარი თოვლი. მოით მეგობრებო, ბოლოს 5 იანვარია და ხომ უნდა იყოს ცოტა რაღაც ასეთი სახალწლო, რაღაც ასეთი მაგარი შეგრძნება, მაგიტომ მოით მეგობრებო, აქ დავყაროთ ეს თოვლი და ცოტა მაინც იყოს, ცოტა ხანი მაინც იქნება. так, შემდეგ მეგობრებო, არა, მართლა ძალიან მიხარია, რომ ეს თოვლის კაცი მოვიდა, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ მგონი კიდე სადღაც წავა. ტორტი, მეგობრებო, საახალწლო ტორტი. так, სად დავდეთ? მეგობრებო, მოით აქ დავდოთ და გავსინჯოთ. ჩემი საყვარელი ვანილის. ოკეი. 32 პეჩენია, რასაკვირველია, საახალწლო საწუნებები. ძალიან გებრელია. ეს ვიცი, მეგობრებო. так, მოით ერთი შევქმნათ. მოით, როგორც იმ ვიდეოში. თოვლი და ბოლოს თავი და გამომივიდა თოვლის კაცი. აჰა, ახლა მე მყავს ასე თქვა ორი ძმა. ოპა, ეგრევე წავიდა. მაგარია. ერთი წელი კიდე ხომ არ დავსპაუნდოთ. მოდით მეგობრებო, კიდე თოვლი და ბოლოს თავი. აჰა, შენც წახვალ ძმებთან? წადი ძმებთან. წადი, დაისვენე ძმებთან ერთად. ალო? სად მიდიხარ? ძმები გელოდებიან. კაი. ოკეი. შემდეგ ყინული და ოპა. მეგობრებო, ეს მიცეს გონი განელების. ოი, იო.
იომო, შეგეთ მეგობრებო და რამდენი წამია? 1 წუთი. დრაზე მიდი, მაგრამ მეგობრებო, მე მაგ კიდე ერთი დაგ და გავსტრაფთი მეგობრებო, გავსტრაფთი ეს 8 წუთით. მაგარია. დაგ და ერთი სტაკი ალმასისა და ერთი სტაკი სმუდის. თოვლის კაცო, დიდ მადლობას გიხდი ასეთი საჩუქრისათვის. დაგსტოფ მეგობრებო, წიგნი მომცა დაგ და არაფრის, მაგრამ თოვლის მეგობარს კვეჩქარება. მე უნდა წავიდე ისევ ჩემს სახლში, აუცილებლად მოგაკითხო კიდე შემდეგ ზამთარს. რა ცუდია, რატო შემდეგ ზამთარს? მოდი ერთი კვირაში მაინც. შემდეგ ზამთრამდე კიდე 9 თვეა და რა 9 თვე კაცო 10 თვე. და გთხოვ მოდი რა მალე. კაი, მაგრამ დიდ მადლობას გიხდი ასეთი საჩუქრებისათვის. არასოდეს არ დამავიწყდები და თქვენ ძმებო, დაიცავით ჩემი მეგობარი და არაფერში უარი არ უთხრათ. მე კიდე მეგობრებო თქვენ დაგაშოვებებით. აი მეგობრებო, რა მაგარი და ეპიკური მომენტი ვიდეო გამოვიდა. მართლა ნახეთ წინა თქო 29 დეკემბერს გამოშვებული ვიდეო. ძალიან მაგარი გამოვიდა. მაგ ვიდეოს მეგობრებო ქვია ამ თოვლის კაცმა ეს თოვლის კაცი ასრულებს ჩემს სურვილებს მინიკრაფტში. აუცილებლად ნახეთ, ძალიან ლამაზი და ძალიან კარგი ვიდეო გამოვიდა. მე კი მეგობრებო თქვენ დაგაშოვებებით. მადლობა დიდი ვინც უყურა ეს ვიდეო ბოლომდე. თუ მოგეცეს ეს ვიდეო დალაიქეთ. მე კი ახლა წავედი ცოტა ხანი თოვის კაცს მაინც ველაპარაკები. ნახვამდის.